მესხი შვილის პირველ განსხვავების 7 ნომერში მივიღეთ ინფორმაცია, რომ იყო ჩვენი ბავშვი დამარხული. მოვიდით თავისუფალი ზონის წევრები. შევეცადეთ გადამოწმებას, აღმოჩნდა, რომ იყო მიწა ამოხდელი, შიგნით არის მიყავოს ფუთი და სისხლიანი სალფეტკი. ჩვენ აღარ გავაგზავნეთ ამ მიწის ამოთხრა, დაურეკეთ საბათულო პოლიციას, მოვიდა საბათულო პოლიცია, გამოიძახა კრიმინალური პოლიცია და ეხლა მივყავართ კრიმინალური პოლიციის ბირო დაყოფილებაში. კი, მაგრამ მოთხოვე, მე მოიცა ვარ მოიცა. გამარჯობა, მე ვარ ვაჟამორბუშია. ვარსამთავრობო ორგანიზაციის თავისუფალი ზონის წევრი. დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ აი ამ ადგილზე ზუსტად მოვედი ხოლმე შემოწმე ამოთხარე. არის დამარხული ჩვენი ბავშვი, რომელიც გაჩნდა ქუშინ წინ. არა, ძალიან ეჭვმეპარება აქ ბავშვი იყო დამარხული, იმიტომ რომ ფესვები ისია შეჭრილიც არ არის. ნუ ხა შეიძლება სისხლიანი რაღაცა დამარხა, მაგრამ დღეს დილით მივდიოდი რუსთავში სამარშრუტო ტაქსით, რადროსაც შევესწარი ორი ახალგაზრდა მამაკაცის საუბარს. ისინი ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, რომ სასტუმროს უკან რუსთავში არის თურქული ბარი. ამ ბარში ახალგაზრდა გოგონამ სახელად ვიკამ 7 ორსულმა იმშობიარა ცეკვის დროს გააჩინა ბავშვი. ბავშვი იყო ცოცხალი, სუნთქავდა, დათომ ეს ბავშვი გაახვია პოლიეთნელის პარკში. შემდეგ ჩადო მუყაოს ყუთში და წაიღო მესხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ, სამლოცველოს უკან დამარხა მიწაში. ამის მერე ობიექტზე მივიდა კრიმინალური პოლიცია. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მოითხოვეს, რომ ბავშვი მოიყვანათ უკან, ბავშვის ცხედარი. დაცვის თანამშრომელი წავიდა, ბავშვი ამოიღო მიწიდან და დააბრუნა უკან კლუბში. შემდეგ ისაუბროს ერთმანეთში კლუბის მეპატრონემ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა და ისევ მოთხოვეს დაცვის თანამშრომელს, რომ წაიღო ბავშვი და დაემარხა ისევ იმ ადგილზე. ახლა ვიყოფოდი რუსთავის საქალაქო სამმართველოში, დამკითხა გამომძიებელმა, გააკეთა გასაუბრების ოქმი და ყოველივე ეს დავაფიქსირე დაკითხვის ოქში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთავში, ეს არის შემთხვევის ადგილი, სადაც აღმოაჩინეს თავისუფალი ზონის წევრებმა ჩვილი ბავშვის ცხედარი, მათ ამოთხარეს მიწა, ნახეს სისხლიანი სალფეტკები და შემდეგ გამოუძახეს საპატრულო პოლიციას, უნდა მოსულიყო ექსპერტიზაც, როგორც ვიცით, შემოღობეს ეს ტერიტორია, მუშაობდნენ, ხოლო ამ დროისთვის კი, როგორც ხედავთ, აქ არავინ არ იმყოფება, არც ერთი პოლიციელი, არავინ არ იცავს შემთხვევის ადგილს. ეხლა მე შევეცდები, რომ მიუახლოვდე ტერიტორიას და სავარაუდოდ ვნახავთ იმას, რომ არც არავინ მოვა და არაფერს არ მეტყვიან თუ რატომ შევდივარ შემოღობილ ტერიტორიაზე. ეს არის შემთხვევის ადგილი. აქ არის ადგილი, სადაც ამოთხარეს. დაახლოებით ალბათ უკვე 5 წუთამდე გავიდა ვიმყოფები შემოღობილი ტერიტორიის შიგნით, აქეთაც ხედავთ თქვენ შემოღობილს. არავინ არ მოსულა, შესაბამისად შემიძლია ისევ გავაგრძელო დათვალიერება, მეტიც შემიძლია შევეხო კიდეც ხელით, საპატრულო პოლიცია არჩენს. ჩვენ ახლა წავალთ ღამის კლუბში, გავარკვევთ დაცვასთან, ასევე ვნახავთ მეპატრონეს ღამის კლუბისას და შევეცდებით ჩავწეროთ ორივე. შემდეგ კი წავალთ პოლიციაში და გავარკვევთ თუ რა ეტაპზე არის ამ დროისთვის გამოძიება. Какого числа, что тут произошло, какой инцидент? Что-нибудь видела? Если помните. нет. Ничего? Никакой инцидент. Здесь работает кто-нибудь Вика? Вика? Да. Нет, никакой Нет? Вика здесь не Если ходит такая девушка, которая... работает. Я поименно все же не могу. Нет, знать. постоянно что ходит здесь? Нет, не знаю Нет? такого. А у вас дату работает какой-нибудь? Кто работает? Да? А где его можно увидеть? Его вызвали полицию. Почему вызвали? вызывали, по какому Я не поводу? знаю, не А знаю. когда вызывали его? Сегодня. ну ცივილკივილი ვარ მეთქი რა მოხდა მეთქიდან თვითონ ანუ მუცელი ჩეკვის დროს მოჭდა მუცელი გოგოს და უნდა გადაეგდოთ ნაგვის ხუთში და როგორც ქრისტიანი და ქართველი კაცი ნაგვის ხუთში გადაგდებას სახში მივდიოდი თანამდროს და ვიფიქრე მეთქი წავიღებ და სადმე მიწაში დავმარხავ რომ ძაღლებს ამ ბავშვებს ამ ვიღაცას არ ეპოვნა მეთქი ეს იყო თავი ბოლო მეტი არაფერი არ ყოფილა და მაინტერესებს პოლიციას თუ გამოიძახეთ პოლიცია იყო ორი ეკიპაჟი იყო მოსული კიბათ ანუ პოლიციამ ანუ რასაც ახლა თქვენ გეუბნებით ანალოგიური უპასუხე პონდისასაც რაც მოხდა ფაქტი რაც იყო რა ეს ბავშვი ცოცხალი იყო თუ არა ხომ არ იცით მგონი არ იყო ცოცხალი მე თვითონ დაცვის თანამშრომელი ვარ და ანუ გადაგდებას რო უპირებდნენ ვინ უპირებდა ხომ დედა თუ თავად დედა და როგორც ქრისტიანი და ქართველი კაცი მეთქი გადაგდებას მეთქი ჩემი ინიციატივა იყო რომ მიწაში დამემარხა პოლიცია რომ მოვიდა ანუ მანამდე ეს ბავშვი დაუმარხეს სანამ პოლიცია მოვიდა და პოლიცია რომ მოვიდა მომაყვანინა ისევე
და მალოდინეს გარკვეული კითხვები იყო და ბოლოს ისე მოხდა რომ მეთქი ანუ 5 საათი სრულდებოდა უკვე და ჩემი სამუშაოს დრო 3 საათი დამთავრებული იყო და მანამდე ან პოლიციის თხოვნი და ველოდებოდი და ბოლო ისე გადაწყდაო რომ როგორც პირველად შენ თვითონ მოიფიქრეო რომ დამარხეო წაიღე და ისე უკან დამარხეო პოლიციის თანხმობით თვითონ პოლიცია მითხრა რომ წაიყვანე და ისე ვისი დამარხე ბარის მეპატრონეზე მაინტერესებს თუ იცის ეს ამბავი თუ იყო იმ დროს ბარში იმ დროს ბარში არ ყოფილა ბარის მეპატრონე სადღაც პირველი 2:30 თუ მიდის ხოლმე სახში ნუ უკვე გაიგებდა რა თქმა უნდა რაც იყო როგორც თქვენ გითხარით ისე უთხარი პოლიცია რაც იყო რეალობა გამარჯობათ პრესის სამსახურთან დაკავშირებით უკავშირდებით და არავინ პასუხობს და იქნებ თქვენ გაგვცეთ პასუხი რუსთავში ბავშვი რო ნახეს დამარხული იმასთან დაკავშირებით წაიყვანა წაიღეს თუ არა ბავშვი ექსპერტიზაზე პრესის სამსახურს დაუკავშირდით. პრესის სამსახური არ პასუხობს ამიტომ თქვენ ხართ აქ და ამიტომ იქნებ თქვენ რაღაცა გვიქ ვინაიდან თქვენი განყოფილება იყო მოსული იმის საფუძველზე და გაინტერესებს თქვენი პასუხი. პრესის სამსახურს დაუკავშირდით და აღზრდილია თუ აუცილებლად არა გაგცეთ. მაგალითად